მერტყვა დაგლოცოთ თქვენ ყველა ვისაც ვაკურთხებთ, ვისაც როცავთ ის ოჯახებშიც მივდივართ, მინდა უსურო წარმატება გზის გახსნა, ღვთისაიდროს მისასვლელად ცხოვრება, მცდელობა იმისა, რომ მცნებები შეასრულო, მცდელობა უკვე სათნოებაა. მცდელობა კარგია, თუ ადამიანი გულწრფელად ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს. რა თქმა უნდა, ეს არ გამოდის ყოველთვის იდეალურად. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ხელის შემშლელი პირობები, ხილული და განსაკუთრებით უხილავი ჩვენში. სადაც ადამიანი შეეცდება, იქ ყოველთვის წინააღმდეგობა წარმოიშვება. რაც უფრო მეტი მადლი უნდა მიიღოს ადამიანმა, მით უფრო მეტად ვთქვათ, ხდება საწინააღმდეგო მოძრაობა, მისთვის ხელის შეშლის პროცესი. ეს დაშვებულია და ამაზეც უნდა ვმადლობდეთ უფალს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელი ჩავექმნათ და იმედი ვთქვათ, არ მქონდეს იმისა, რომ ჩვენი ცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება. ბრძოლა მაშინ არის, როდესაც მართლა მადლი უნდა მიიღო. თუ ბრძოლა არ არის, მაშინ ნიშნავს, რომ რაღაცა სწორად არ აგებთ. ესე იგი, ბრძოლა ყოფილა ლაკმუსის კახალდი იმისა, რომ ხედავ შენ, თუ კი ბრძოლა არ აგაქვს, მაშ გამოდის აქედან, რომ შენ არ აგაქვს რაღაც წინააღმდეგობა. მაშინ გამოდის, რომ კეთილსაქმეს აკეთებ, კითხულობდა დასვა. ესეც ცალსახად არ შეიძლება კიდევ იმ შემთხვევაში, შეიძლება მართლა ბრძოლა არ იყოს, მაგრამ კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ იყოს ბრძოლა და პროცესში არ იყოს. ზოგჯერ წინ იცის, ზოგჯერ კეთილი საქმის შემდეგ იცის. ზოგჯერ თვითონ პროცესშიც იცის. ანუ რამდენიმე ძალიან ბევრი ვერსია. ძირითადად რამდენიმე შეიძლება გამოიყოს წინ კეთილი საქმის კეთების პროცესში, აზრით თუ საქმით, კეთილ აზრს, კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეს, ანუ მის წინ, მის პროცესში და მის შემდეგ. ესეთი ეს ყველაზე უფრო გამოკვეთილი რიცხვის სამიათაც იწვდება. მაგრამ კიდევ სხვა უამრავი ვერსია შეიძლება ამოაგდოს ჩვენ მოწყობილების ვარიაციები, ხო? თვითონ ჩვენ მივხვდები. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ მინდა სახლის კურთხევა იქნება ეს თუ წირვაზე დასწრება თუ ლოცვაზე წასვლა, ყოველთვის ადამიანს აქვს ხოლმე რაღაც ბრძოლა, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ სულიერად. უფრო მეტად უნდა გავიხსენოთ სახარების გარიგებები, უფრო მეტად უნდა გავიხსნათ ჩვენი გული გავხსნათ ის წინაშე. მერთისადმი მინდობის უფრო მეტი, ესე ვთქვათ, ხარისხი გამოვიჩინოთ. რაღაცაში ეთყობა ზოგჯერ ხოლმე, როცა არ ვენდობთ ღმერთს და არ ვაძლევთ საშუალებას ღვთისნებას თავისუფლად იმოქმედოს, იმუშაოს, ვთქვათ, ფუნქციონიროს, იქცეოდეს ჩვენ ცხოვრებაში, როგორც აი თავისუფალი ენერგია, ღმერთის ცეცხლოვანი ნება, ხო? ცეცხლგამრეველი აქვს უფალი და მისი ნება ღვთის ასთან გამომავალის შეიძლება ცალკე ნება ვახსენოთ, თქმა უნდა, ესეც ტექნიკურად შეიძლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ღვთის ნება, თვითონ ღვთის ნება ვლინდება, ცეცხლოვანი ენერგია ჩვენში ხელთუხმელი გამოვლინებული, ხო? ეს ვაცადოთ, უნდა ხელი არ უნდა შევშალოს, რომ ამ ენერგიამ, ამ ღვთაებრივმა მადლმა ენერგია, ხო, ღვთაებრივად გამომავალი ენერგია, ღვთის საოცარი ჯერ კიდევ გრიგოლ პალამაძემ ამის შესახებ ხელთუხმელი ენერგია, რომელიც განაღმართობს ადამიანს და რომელიც თაბორის ნათელია თუნდაც და შემდეგ, ხო, თაბორის ნათელი და ეს ნათელი ქრისტეს ის ღვთაებრივი ხელთუხმელი ენერგია და რაღაც ატმოსფერული მოვლენა, რაღაც ელექტრომაგნიტური ნათელი, ხო, მოიქნება ეს. ეს არის ხელთუხმელი, ჩვენთვის მიუწვდომელი. და ვაცადოთ უნდა, რომ მან იმოქმედოს ჩვენ ცხოვრებაში, იმოქმედოს ჩვენზე, იმოქმედოს მთლიანად ჩვენ სულზე, სამშვილდეზე და სხეულზეც. ანუ მისკენ უნდა იყოს ჩვენი როგორც რაიმე ბზესუმზირა მცენარე რო გინახავთ, რომ მიბრუნდება ბზისკენ. ესე ჩვენ სულ მუდამ პირი ღვთისაგან უნდა გქონდეს, საიდანაც ღვთის ნება წარგვიყვანს, მოგვიწოდებს, აგძალადოს, მოგვიწოდებს, მოგვიხმობს, წარგვიყვანს და ესე ვთქვათ, გვიბიძგებს და იმ გვაძლევს რაც სტიმულს. აი იქითკენ უნდა მიემართოს ჩვენი სულიერი ბზერაც. და როდესაც ამას ვაკეთებთ, მაშინ სრული ღვთის ნების სრულ, ასე ვთქვათ, ეპიცენტრში ვხვდებით, სრული დასხივების ღვთის ნების, ხო? ეს ტექნიკური ენით ვთქვათ. და სრულად მე აღვქვათ და გარდაქმნის სრული სამშვილდე სხეული, რო ზიარებით. გარდაქმნის ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულებით, გარდაქმნის ამ ღვთაებრივ ნების ნათელს, გარდაქმნის და ეს გვაძლევს ჩვენ სულიერი ცხოვრების ძალას. ჩვენ თავისთავად მიშვებული ავტონომიური ასებები არა ვართ, ჩვენ ღვთის ნება რომ არ იყოს და ეს ღვთის ნება ჩვენში ძალას არ გვაძლევდეს და არ შეისხორცებოდეს და არ გარდაიქმნებოდეს სული სამშვილდე სხეულით ჩვენში, არ ვიცი რა, კეთილ მიდრეკილებები ჩვენ ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ, ჩვენ ავტონომიურად თვით, ასე ვთქვათ, თვით საწვავი, თვით
დაბადება ჩვენში სტიმულაციისა, ინტენციისა, რაღაცა კეთილი იმ ვთქვათ შინაგანი სიმძლავრისა ვერ იქნებოდა. იმიტომ არის ამდენი ხელის ჩაქნევა, სასოწარკვეთილება, აბოროტება, მე გაღიზიანება შემოდის, აგრესია შემოდის, როცა ადამიანი ასე ვთქვათ ვერ ასრულებს, ვერ ხდება რომ სუსურია თავის მიზნებს ვერ ასრულებს. მე ვთქვისნება ადამიანში განსმენს გონებას და გულს და სამშვილდს, სულ სამშვილდს ხელს. როცა არ განიწმინდება, ადამიანი თავის ნებას მიყვება. იყავ ნება შენიო, ვითარც სათაშინები, ეს ქვეყანას ზედაოდა. იყავ ნება ჩემიო ხომ არ არის ნათქვა. და მიყვება თავის დაცემულ ნებას. თავისთავად ბოროტის ნება ყოველთვის გასტუნებს. დემონური ნება. ყოველთვის მასწავლებელი და წამწმედელი. სამი ნება გამოირჩევა, ხო? ადამიანის შენი თავისუფლი ნება ლატენტურია. თუ ღვთისაკენ მიიდრიკება, მაცხოვნებელია მაშინ. ანუ შენი თავისუფალი ნებით ღვთის ნება მაცხოვნებელია, სულ თუ იმისკენ მიიდრიკება. მაგრამ თუ შენი თავისუფალი ნება თავისთავად მიშვებულია თავის ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, კაპრიზებზე და მცდარი ტრაექტორიით მიდის, სწრაფი რეჟიმით დაიმთავრებს ეს ადამიანი თავისი ნებით რომ იყოს ყველაფერი. სწრაფი რეჟიმით დაიმთავრებს, სწრაფ მოკლე ინტერვალზე დაიმთავრებს, ასე ვთქვათ, ყველაფერს და თვითგანადგურებას მიეცემა. ვინც ესე თავის ნებას, ღვთის ნებაზე მაღლა აყენებდა, გადავიხედოთ, გავხედოთ ისტორიას, ხომ, გადავხედოთ ისტორიას, ცოტა გავიხედოთ ისტორიის, ვთქვათ, ისტორიული შემთხვევები გავიხსენოთ, ვინც ღვთის ნებაზე, თავის ნება, თავისი პიროვნული ამბიციები, თავისი პიროვნული აკვიატებები, მისი მეგალომანია თუ რაღაცა საკუთარი თვითგანდიდება დააყენა, როგორ დაამთავრა. და თან მოკლე რეჟიმში, რადგან ცოტა ხანი მუშაობს ეს მცირე ინტერვალზე. ძალიან მცირე AB, A და B, ვთქვათ, მონაკვეთზე, A პუნქტი და B პუნქტი, ძალიან მცირე. უცებ გადის ეს ღვთისნება თავის ტრაექტორიას და უცებ ამთავრებს. უცებ ზღვარი ერდება მას. და უცებ ინტეგრირება ამ ნების და უცებ თავდება ეს. უცებ იხსნება ეს ამოცანა. ამიტომ ესე რომ არ იყოს, ამიტომ უნდა მისდევს ადამიანმა ღვთის ნებას, ღვთის ცნებებს. ეს უკვე უსასრულო ტრაექტორია, უსასრულო ღვთის ნების, ღვთის მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტი, მე ვარ სიცოცხლე. გზა დაუსრულებელია ღვთისაკენ მიმოვალი გზა, თვითონ ქრისტეა გზა, თვითონ ქრისტეა სიცოცხლე, თვითონ ქრისტეა ჭეშმარიტება. ის რისკენად შემიისწრაფ, თვითონ ის არის. ანუ მაგრამ ეს ხანგრძლივი აბივით არ არის, ხო, როგორც მინდა რომ გადაყლაპო ან რაღაცა ხილი შეჭამო და უცებ ყველაფერი დაალაგდეს. ესე არ არის. დრო უნდა ამას, ტკივნეული განწყენდის პროცესი, ძველი ტყავი უნდა გამოიცვალო, კი უნდა გარემონტდეს ძველი ტყავი, როგორც ძველ ტყავს იცილებს და ტოვებს და ახალი სილამაზით, ვისაც უნახავს ეს პროცესი, ულამაზესი ახალი ტყავით გამოდის, ახალი ვთქვათ ორგანიზმის ახალი სუსხოფერი ეზრდება, მაგრამ ის ძველი უკვე გადასაგდები, ძველი ტყავი, ტექნიკურად ტყავი ის ტყავი. მაგრამ ეს ტკივნეულია ეს პროცესი, ხო? მithumetes ადამიანი არ რემონტდება ქრისტეს მიერ. არ რემონტდება, იგი ახალი ახალ ადამიანს ქმნის. ერთ დღეში არ ხდება ეს. ეს ხდება დიდი, ვთქვათ, ცხოვრების, ჩვენი ცხოვრების მეთოდი ხანი ასუსულს და ჩვენს ყველანი მოიწევს ამძელება ამყოფს ამოჯახისებები და ყველა დიდი ხანი უნდა ამას მუშაობა საკუთარ თავზე, მუშაობა, კეთილ განწყობა, მოთმინებით მოიპოვეთ და ასე შემდეგ იცით ეს ყველაფერი. და მინდა გავიხსენოთ ეს ცნებები, რომლებსაც გვეუბნება სახარება. როდესაც ფარისევლებმა წიგნობარი მიაგზავნეს ქრისტესთან, რომელმაც კარგად იცოდა იუდეველთა რჯული, მივიდა და კითხა იესო ქრისტეს, რომელია უპირველესი მცნებაო? იესო მიუგო, აი უპირველესი მცნება, ისმინე ისრაელო, უფალი ღმერთი თქვენი, უფალი ერთია და შეიყვარ უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. საჯულთ რა? წიგნში წერია. აი უპირველესი მცნებაო. გახსოვთ ეს. და მეორე ამისი მსგავსი, თითქმის თანატოლისიც. ლევიტელთა წიგნში წერია. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამაზე დიდი მცნება. წიგნობარმა უთხრა მას, კეთილო მოზღვარო, ჭეშმარიტ ამბობს, რომ ერთია ღმერთი და არ არის სხვა მის გარდა და რომ უნდა გიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით და გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ, ხო? ეს
ყოველგვარ სვეტსა და შესაძირავზე მეტია, უმეტესია. როცა იხილე იესო რომ გონიულად უპასუხო მიუგო მას, შორს როდი ხარ ღვთის სასუფეველისაგან? და ტრაგედიული პასუხი არა, თაებრივი პასუხი მისცა. თუ გეყარება ღმერთი და მოყვასი, მაშინ მოხდები ცათა სასუფეველში. ეს იგულისხმება. აკეთებ რამხელა სიბრძნე ის სიტყვები გამოირჩევა, რომ მცირე უდიდეს ენერგიას რომ ახსენებენ. მცირე რამდენიმე აბზაცი შეიძლება ისეთი დაშიფრული იყოს, ისეთი დამუხტული იყოს, ისეთი კონცენტრირებული იყოს ღვთაებრივი ენერგია, ეს ღვთაებრივი მადლის კევადობა იმ ხელა ღვთის სიტყვის, რომ მისგან რამდენჯერაც უნდა წაიღო სულ ახალი თითქოს ტრიქონების შორიდან ახალი შორის რაღაც ახალი ენერგია, ახალი უამრავი სხვადასხვა ფერის სხვადასხვა ნათება გამოდის, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვადასხვა რაკურსით განახილავს შენს ცხოვრებას, შენს თავს, გარშემოს, შენს თავს გამეცნებინებს, შენს თავს იმეცნებ. რა თქმა უნდა, სამყაროსაც იმეცნებ, შენ თავს იმეცნებ, სამყაროს იმეცნებ და შენ თავს იმეცნებ, ყველაფერს იმეცნებ და შენ თავს იმეცნებ, განშავთავაზე შენ თავშიც არის ეს, შენ თავს იმეცნებ რა, სამყაროსაც იმეცნებს. ადამიანი, ანუ საკისრო დაერევა. ყველაფერი ადამიანში, ყველაფერია, რაც სამყაროშია, ქიმიკატის დონეზე ცვლავი, ყველა ელემენტი ადამიანში. ეს დიდი თემა, ანუ მიკროსამყარო ადამიანი. აქ თავარი რა არის, რომ პირველი ცნება რა არის ყველამის, რომ ერთი ღმერთი წავდეს. ჩვენ პოლითეისტები არა ვართ, არც გამწერია, არც წარმართები და არც შევი. სულ სამება სვერიგის. დაცემული ინტელექტის სამება ეს არის ძალიან რთული აღსაქმელი, ჯვარი არის ადამიანის დაცემული ინტელექტისთვის სამების დოგმა, ყოველთვის სამების დოგმა. ერთი ღმერთი, ჩვენ ვართ კაცრი მონოთეიზმის მიმდევრები ქრისტიანი, ტრინიტარული მონოთეიზმი ქვია. ერთ არსი ღმერთი, მამა, ძე და სული წმინდა. ამას მხოლოდ განღმრთობილი, აი ენერგიით, რომელიც მე ვახსენებ მადლით, განღმრთობილი ადამიანის ინტელექტი, გადასული სხვა დონეზე. ანუ ჩვენი პირდაპირ პროპორციულად იზრდება და იმეცნებს ადამიანი და იშლება, იხსნება, თქოს აი დაკეტილი კარეთი. ამ ხატისა სამეცნიერო თანხმობით იხსნება და იხსნება ეს, როდესაც ადამიანი იმეცნებს ამას რწმენით. და რა თქმა უნდა, ერთი ღმერთის მიმდევრები ვართ. ანუ წამდეს რომ ერთი ღმერთია, ანუ ჩვენ ძველ აღთქმაში არც, ვთქვათ, ჩვენ არც ვაღარიბებთ და ძველ აღთქმაში არ ვარდებით, რომ ამბობთ ხოლმე ღმერთი ერთია, რა თქმა უნდა ღმერთი ერთია, მაგრამ არც ელინიზმში და პოლითეიზმში ვარდებით, რომ ვამბობთ, რომ ღმერთი სამია დაუშვათ. ანუ ღვთაებრივ არითმეტიკას არ ვეწევით ჩვენ და არ ვეწავით დააგებებს. ჩვენ ვამბობთ, რომ არც ვაღარიბებთ და ვამბობთ, რა თქმა უნდა ერთია ღმერთი და გვწამდეს უნდა რომ ვთქვათ, თქვენი უფალი ერთია, ღმერთი თქვენი უფალი ერთია. ამას ვამბობთ. მაგრამ არც იმას ვამბობთ, რომ სამია და ელინიზმში, წარმართობაში და მითოლოგიაში არ ვარდებით. არამედ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ერთია, მაგრამ იგი მასში იდუმალდა ჩვენთვის ტრანსცენდენტულად, მაგრამ მისაწვდომად ჩვენი სულიერი ძალების და პროპორციულად ზრდისა და შემეცნების ორგანოების განვითარებისა, რაც ქრისტიანული საიდუმლოებით და იმ წვენის იმ სტანდარტებით არა შესაძლებელი ადამიანის სულის სამშვიდობო ცხოვრებისათვის, მთლიანი მთელი ადამიანური არსებისათვის ვამბობთ, რომ ღმერთი ამავე დროს სამგვამოვანია, რიცხვი 3 იდუმალად 0-ს უფლის შინაგან არსში ცხოვრებაში. ამაზე მხოლოდ ესეთი ინტელექტუალური სპეკულაციებით მსჯელობა ვერ მიგვიყვანს მის ჭეშმარიტ შემეცნებაში. მხოლოდ რეალურად უნდა ვიცხოვროთ და ცხოვრების პროცესში ადამიანი თანდათან ისიც ხორცებს არ ვიცი როგორ ყველა თავის გულში შეხედავს ამ დოგმატს. ეხლა ეს დიდი თემა, ყოველთვის სამის დოგმატ, ეს არის ქრისტიანული გამოცხადების მწვერვალი. რა თქმა უნდა ერთია და ჩვენს იგივეს ვამბობთ, ხო უფალი ღმერთი, ჩვენი უფალი ერთია, ყოველდღიურად სამი, მამა და სული. და ეხლა უკვე რა, რომ ერთია მონოთეისტები და დაცულები, მონოთეიზმი იცავს ადამიანს, ამ ოჯახს უსურო დაცვა სულიერი უხილავი განსაკუთრებით ამ პოსტსაბჭოთა სივრცის სვამოს ვამბობ, მაგრამ მძიმე დროში, პოსტტოტალიტარულ დროში, რომელთა ტერიტორიაზეც ვარჩევენ, რომელიც აი ხალხებმა, რომელმაც ვერ გამოდიან ამ პოსტტოტალიტარული გავლენებისგან, ისეთი ეხობა, ისეთი ცოდვები, ისეთი ინერცია ჰქონდა და ისეთი მძიმე რაღაცები გაკეთებული და ესეთი მძიმე ღვთისაწინააღმდეგო რეჟიმები იქნა დაშვებული და ცხოვრების სტანდარტები, რომ აქედან ესე
რამდენიმე 10 წელიწადში გამოსვლა ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. სულ წავსა დარიჩქარებაზე წას. და უცებ მეორე დღესვე ისტორიულ მეორე დღეს შეიძლება დავარქოთ, ხო? ძალიან მცირე დრო არის 30 წელი დაიშალა. ეს ყველაფერი ხო? კიდევ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. ხა დიდი თემაა. ესე უეცრად ვერ გამოდის ესეთი. უბრალოდ გაციებდა, უბრალოდ ვირუსიდან ვერ გამოდის. ადამიანი რამდენიმე ხანი უნდა რომ გამოვიდეს და იმუნიტეტის ანე ხახან არ გავიარეთ ეს ვირუსები. ადამიანს ისე ასუსტებს ზოგი ვირუსი რომ რეალურად დაახსასვამს რაღაც ონტოლოგიურ დაახსასვამს. რა ეს გადაიტანა, მოიყადა იმუნიტეტი დაეცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს თითოეული ინდივიდი. წარმოიდგინეთ ხომ მთელი ამხელა მასები, ადამიანთა მასები, რომლებიც ამ ქურაში იყვნენ. და რა თქმა უნდა შეიყვარა უყარი ღმერთი შენი მთელი შენი გული, მთელი შენი სული, მთელი შენი გონები, მთელი შენი ძალით. აი ამ ხელა გარიგება, ამას ვისურვებთ ამოჟებს და ყველას და ჩვენ თავსაც და ყველას ვისურვებთ მომრეობს. რომ შევიყვაროთ უყარი ღმერთი შენი მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი სულით, მთელი ჩვენი გონებით და მთელი ჩვენი ძალით. აი ეს არის უპირველესი მცნობა და ამის ტოლი კიდევ სუსტად თითქმის იდენტურია. გიყვარდეს მოყვასის შენი ვინცაცა თავის შენი. ზოგი საკუთარ თავსაც ვერ იტანს. და საკუთარ თავი ვერ აუტანია და სხვას როგორ შეიყვარებს მოყვას. შენ ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ შენი თავი ხოლმე რაღაცა ვერ იტანდეს შენ თავს და შენი თავის აუტანლობა იყო შენი სულიერობის მაჩვენებელი, შენი საკუთარი თავის დამცირებასა და საკუთარი თავის გათელვასა და გაღატაკებაში. დაიმდაბლეო, ხომ ბევრჯერ მითქვეს, დაიმდაბლეო. დაიმცირე ვარწერი ასე. დამდაბლებაში ეს უდიდესი ამაღლების პოტენციალი დევს. და ზუსტად ეს დამდაბლება. ისედაც გვამდაბლებს ეს ბრძოლები, მაგრამ ის ქრისტიანულ კონტექსტში დამდაბლება, რომ სვამ ამ დამდაბლებას, ვითარცა მაკუნებელ წყალს, მაკუნებელ წამალს და ამ დამდაბლების ყველა მომენტ ჩვენ ცხოვრებაში ძალით არ უნდა. თავის ღირსების ხარჯზე არა, საკუთარი ღირსების ხარჯზე არა, ღირსება შეენაცვლა, იმიტომ რომ შენ ღვთის ხატება და მსგავსება ხარ. 7 ნიში მოკიდე სულისმედის და თუ ღირსება და ხატება მოიშალა, შენგან 9 ნაყოფს როგორ გამოიღებ? ამიტომ შენი თავი რომ ღვთის ხატება და მსგავსება შეაფასე, დაინახე, შენი ჭეშმარიტი დავალება, შენი ჭეშმარიტი მისია განსჭრით და შენი ჯვარფერფლობის და შემდეგ უკვე შეიყვარებ მოყვასაც. შენ თავს თუ არ აფასებ, მოყვას როგორ დააფასებ? შენ საკუთარ სიტყვას თუ არ აფასებ, არც ხვის სიტყვას დააფასებ და არც სხვა მოყვასი შეხედავს რა შენ საკუთარ სიტყვას არ აფასებს, არც შენაღარ დააფასებს. თუ ადამიანი არც სხვას სცემს პატივს, მასაც არ სცემენ პატივს. თუ თვითონ არ სწამს, არც სხვა დაიჯერებს, არც სხვა იწამებს მისაც, ხო? ვისაც სწამს, მისი წამთ. ვისაც არ სწამს, ვერ მოატყუებ ვერავის. ბავშვს მით უმეტეს, ბავშვი ყველაზე კარგად ცნობს. დიდს ხო კლად ვერ მოატყუებ მოზრდის დასრულს. ეგრევე ჩანს ყალბი და ნამდვილი დღეს სიყალბის ნიღბები, რამდენი ნიღაბია ხო ხედავთ ვამჩნევ. მოხსი კიდევ სხვა ნიღაბი, მოხსი კიდევ სხვა ნიღაბი, მაინც გზნობ ნიღაბს. და ბოლოს რა შერჩება ხელში, ეს სხვა თემაა. მაგრამ მცირე ინტერვალზე მუშაობს. თვალებით იცნობთ ესეთ ადამიანებს, ეს დიდი თემაა. ყალბს, თვალებში ჩანს. ორგანიზმია თქვენ წინაშე თუ სულ დაკარგული ორგანიზმი, რომელიც რუდიმენტად ჩანასახად აქცია თავისი ჯვარფერფლობა და ის 7 ნიჭი და რუდიმენტად აქცია თუ ჩანასახად რა ვიცი ემბრიონალურ მდგომარეობაში დატოვა თუ მას სული აქვს და კიდევ ის ტალანტი სულად ჩაუფლია და უფლისათვის მხოლოდ ვერ დაუმალებს საკუთარი თავისთვის არ დაუმალია ეს ტალანტები რომელიც მეთქვა მისცა იგავი გავიხსენოთ ეს ის დიდი თემებია მოკლედ იმის გამომიდა რომ ლოცვა ამ ოჯახს არასოდეს ვერ დიდი ცნებები რომ წამდეს უყარი ჩვენი იესო ქრისტე და რა თქმა უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი მთელი სამყარო ყველაფერი გვიყვარდეს რა თქმა უნდა რადგანაც სიყვარული გნოზისთან ანუ სიყვარულის შემეცნებასთან არის დაკავშირებული არ შეიძლება გიყვარდეს ის რაც არ იცი ან მხოლოდ აპრიორულად გიყვარდეს მაგრამ არ გინდოდეს შემეცნება იმისა რაც გიყვარს ვინც გიყვარს და სიყვარული ყოველთვის ამიტომ უდიდეს შინაგან განვითარებასა და შემეცნებასთან დაკავშირებულია. ესეთ თემები, რომელზეც შეიძლება შემდეგ ლექციას ჩავატაროთ მეგონი, მაგრამ ეხლა რომ საფის კუთხევარ დავაფლობ და შევაგოთ ერთმანეთს და გადავიღალოთ და ასე ვთქვათ შემდეგი კვლავ ურთიერთობისთვის
კვლავ და შემდეგ კითხვებისთვის შემოვინახოთ ენერგია ისეთ უფრო მეტი გავცეთ, ამისათვის აი ნოტაზე, აი სიტყვაზე დავამთავროთ. გიყვარდეთ უფალი, გიყვარდეთ მოყვასი, გიყვარდეთ პირველ რიგში ყველაფერი და თქვენი ჯვარი იტვირთეთ. უარყავ შენი თავი, აღიქეთ ჯვარი შენი, შევმიდგინე მეო ნათქვამი და ისწავლეთ ჩემგან, რამეთქმა 7 ვარ და მდაბალ გულითავ, მდაბალ, 7 და მდაბალი გულითავ. ყოველ განსვენებაში უთარ თქვენთან. რასაც ყველას გისურვებ, სიმშვიდეს, სიწყნარეს, იმუნიტეტს, ჯანმრთელობას, გზის გახსნას, არიდებას სხვადასხვა ბოროტი, ვთქვათ, ხილული თუ უხილავეტრების, ვთქვათ, მახეებისაგან და რომ ასად რამე აშეგუნთქოს და თუ რამე დაბრკოლება იქნება, ვთქვათ, ადვილად და უსაფრთხოდ გავარკვევთ თავი და მინიმალური დანაკარგებით თუ არა საერთოდ ავერიდოთ გამოვიდეთ იქიდან და ის ნებით ისე იქნება ყველაფერი, როგორც მას უნდა და ასე ნათქვამი, ხო? მაინც ისნება იქნება, როგორც სერია, როგორც იღავნება შენი. ვიდრეცაც ათაშინა, ეგეც ქვეყანასა და თან ბოლოს შეგურ არის ნათქვამი, თავარი ამოუჩენოში. და ამის შემოყვანით ჩვენგან სასწრაფოს არავინ მიიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რაც ძალიან დიდი განმარტებას ითხოვს და ამაზეც დავფიქრეთ. მადლობა სიჩვენის იესო ქრისტეს, სიყვარული თქვენ და ამოჯახდეთ ამინ.